რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციის მანქანიდან გაისმა კიდევ ერთი მოწოდება აქციის მონაწილეების მიმართ, რომ მათ არ დაიკავონ ტროტუარი და წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით განსაზღვრულ ნორმებს და დააკავებენ აქციის მონაწილეებს. ზუსტად აქ, სადაც ჩვენი მყოფებით იდგა ეს საპატრულო მანქანა, რამდენიმე წუთის წინ საპატრულო მანქანამ დატოვა მიმდებარე ტერიტორია და აქციის მონაწილეებს სავარაუდოდ სწორედ 15 წუთიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ ეს მიმდებარე ტერიტორია გაათავისუფლონ. პირველ რიგში შეგიძლიათ ახლა სწორედ მოისმინოთ პოლიციის მოწოდებაც. არ დაიკავოთ ფრეისა სავალი ნაწილი. დაემორჩილოთ კანონის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრეის მიმართ გატარებული იქნება კანონის გათვალისწინებული ზომები. ამ წუთებში საპატრულო პოლიციის მანქანა აქ არ შეინიშნება, თუმცა ხედავთ კადრში აქციის მონაწილეებს, რომლებიც მიუხედავად მოწოდებისა, მაინც არიან ადგილზე, რჩებიან ადგილზე და რამდენიმე წუთის წინ აქ მათ ჯაჭვიც კი გააკეთეს იმის საჩვენებლად, რომ ისინი არ ემორჩილებიან ქართული ოცნების პოლიციას. გავესაუბრები ლუკა ჭოხონელიძეს, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. ლუკა, კითხავთ იმაზე, რაც რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ, საპატრულო პოლიციამ მოგიწოდათ, რომ გაანთავისუფლოთ ტროტუარის მიმდებარე ტერიტორია საერთოდ რუსთაველის წინ და დაიშალოთ. ალბათ ეს იყო იმიტომ, რომ არ მოუწიათ მათ მითითება თუ სად უნდა განაგრძოთ საპროტესტო აქცია. გუშინაც ვიხილეთ მსგავსი ფაქტი, თავად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მოვიდა და მოგცათ გაფრთხილება. ხო, ამის მიუხედავად თქვენ აქ გახართ და ზოგადად ამ კანონზე რას თქვით და ამ მოწოდებებზე. არა ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები ვერ იქნება ჩვენთვის ასე ვთქვათ რაღაც დასამორჩილებელი მექანიზმი, ხო? როდესაც მობრძანდება ბატონი გოგა და გვეუბნება, რომ ესე იგი თურმე გზის დაკეტვა აღარ შეიძლება, ესე იგი თურმე ტროტუარზე პროტესტის გამოხატვა აღარ შეიძლება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ფრთები არ გამოგხსვლია ჯერ, ხო? რომ სხვაგან გავაპროტესტოთ ეს ამბავი და ასე რომ ჩვენ დავდეკით იმ რეალობაში და მოუწოდებ ტელემაყურებელს, ვინც მშვიდად არის ახლა და არის სახლებში, ფიქრობს, რომ აქ მუხტი არის მილეული და ასე შემდეგ. ხვალ და ზეგ, ჩემო მეგობრებო, რაღაც აუცილებლად გექნებათ საპროტესტო. აუცილებლად ამას ხო წყალი არ გაუვა და ხვალ თუ დღეს აქ არიდგებით თქვენი თანამოქალაქეების გვერდით, თუ დღეს თქვენ აქ არიდგებით იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც თავები გადადეს და მათ შორის ჩვენს ნებისმიერ დღეს მზად ვართ, ხო, რომ დაგვაკავებენ. აი გოგა მემანიშვილი როგორ იყურება უკვე გზის მოპირდაპირ მხრიდან, უკვე ითვლის თავებს რამდენ ადამიანს დააკავებს. ვეღარ გააპროტესტებთ, ვეღარ გამოხვალთ და შეგიზღუდავენ ყველაზე მნიშვნელოვანს თავისუფლებას, ხო? აუცილებლად ვიდგებით იქ, სადაც იდგებიან ჩვენი თანამოქალაქეები და სადაც იდგება დაჩაგრული ხალხი. ასე რომ დაჩაგრული ხალხის გვერდით იდგება თითოეული პატრიოტი ადამიანი რუსთაველის გამზირზე. დღესაც არ არის გამონაკლისი და ხო მზად ვართ რა, ამიტომ ამათი ციხე არაფერი არ არის. თუ ეს იქნება თამდები იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მეგობრებს, საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება თავისუფალ გარემოში გააპროტესტონ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაშინ არ იქნება პრობლემა. 15 დღითაც სწავლავთ და უფრო მეტითაც ეს პრობლემა არ არის. ძალიან მადლობა ლუკა ჭოხონელიძეს უსმენთ, რომელმაც აღნიშნა, რომ გზის მოპირდაპირედ იმყოფება გოგა მემანიშვილი და ასევე სხვა პოლიციის მაღალჩინოსნები და ის აქციის მონაწილეები, როგორც მოისმინეთ, ელოდებიან, რომ ისინი მალე მათ დააკავებენ და გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ სწორედ საპატიმრო სასჯელს, გადავინაცვლებ სხვა ადამიანების მიმართულებითაც გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ცვლილებები შეიტანა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში, მაინც გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე გამოსვლა და ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია დღეს შეკრებილი. მიშა ზაქარაიშვილს გავესაუბრები. თან გაქვთ რაღაც პოსტერი, გითხარით უცქირე შენი სახელი მოუქარგე გოგა მემანიშვილს მიმართავთ დიდი ალბათობით ამ პოსტერით და დღეს მის წინააღმდეგაც შეიტანეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეთ მოკლედ განცხადებით, ხო? რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, ამ კანონზე და რა გინდოდათ ამ განცხადებით რომ გეტყვით? ნუ კანონი ცალკე აღებული არაკონსტიტუციური და უსამართლობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ გუშინ გოგა მემანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ერკვევა, რომ მას არ აქვს ეს კანონი წაკითხული საერთოდ, ეს ანტიკონსტიტუციური კანონიც კი არ აქვს წაკითხული და არ ვიცი ეს რის ბრალი უბრალოდ არ წაიკითხა თუ ვერ წაიკითხა, ამიტომ მიმაჩნია გამიჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას უნარი რომ წაიკითხოს კანონი და ამიტომ არ წარმოდგენილი ამ ბანერით და ამიტომაც ვითხოვ რომ საჯაროდ დამტკიცოს რომ მას გააჩნია წერა-კითხვის უნარები. ბატონო მიშა, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც არაერთი განცხადება შეიტანეთ, სწორედ და ახლა საუბრობდით იმაზე, რომ კითხვა ვერ ისწავლეს როგორც ჩანს ქართული ოცნების პოლიციელებმა, ხო? რას ფიქრობთ? აი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ განცხადებები გაქვთ შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რამდენიმე წუთის წინ მოწოდება გააკეთეს, ხალხი მაინც არ იშლება ქუჩაში, არ წყდება პროტესტი და თქვენც აქ გახართ, ანუ რა გექნება სათქმელი ამ ყველაფრის? მოსალოდნელი იყო ის, რომ ამ კანონს არც კი შევიმჩნევით საერთოდ და ეს ხდება ზუსტად რა. თავიდანვე როგორც კი დაანონსეს ეს კანონი, მაშინვე იყო იმის
ის განსაზღვრა, რომ არაფერი არ შეიცვლება და ჩვენ ისევ ესე გავაგრძელებთ და პრინციპში ნაკლები მინიმუმ ნაკლები ხალხი არ ვართ ეხლა ამ დროს რამდენი ადამიანს არის ხოლმე რუსთაველზე მინიმუმ იმდენი ვართ და მე მგონი რომ ეს უნდა იყოს მესეჯი ხელისუფლებისთვის და მეკითხეს რომ ასეთი რაღაცები არ გაუვა ჩვენთან. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მიშა ზაქარაიშვილს უსმენით პირდაპირ ეთერში და გიორგი დუმბაძესთან გადავინაცვლებთ. გიორგი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ და გკითხავთ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ მოწოდებაზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ გააკეთა და მოგიწოდეთ აქციის მონაწილეებს, რომ ტროტუარიდანაც კი გადაინაცვლოთ. მანამდე მსგავსი მოვლენები ვნახეთ გზის სავალ ნაწილთან დაკავშირებით, ახლა ტროტუართან დაკავშირებითაც, თუმცა ხალხი მაინც დგას ქუჩაში და უწყვეტი პროტესტი გრძელდება იმის ფონზე, როდესაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების თქმით, ქუჩაში 50 აკაცუკი დგას. ხო რა იქნება ამ ყველაფრის ფონზე თქვენი? ვუბრობთ ხელისუფლებაზე და კანონმდებლობაზე, რომლებიც შექმნეს და დაწერეს იმ ადამიანებმა, ვინც წერა-კითხვა არ იციან და სთხოვენ იმ ადამიანებს, რომ აღსრულდეს ეს კანონი, ვინც ასევე არ იცის წერა და კითხვა, ხო? ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი აქ ჩვენი დგომა ტროტუარზე და არაგზის სავალ ნაწილზე არის კონსტიტუციური უფლება. მათ მიერ შეტანილი ცვლილებები კანონმდებლობაში არაფერს არ ცვლის. ჩვენ შევასრულებთ ის მოთხოვნები, რაც იჭირდებოდათ მოქალაქეებს თავისუფალი და კონსტიტუციური შეკრებისათვის და შესაბამისად ნებისმიერი მათი ახლა აწ უკვე მოწოდება ტროტუარიდან გადასვლისაკენ არის არაკონსტიტუციური და არაკანონიერი. შესაბამისად ჩვენ აქ დგომას გავაგრძელებთ, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებისათვის, ამ უფლების დაცვისათვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. აქ უკვე საუბარი არის ქვეყნის ეგზისტენციალურ არსებობაზე და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ აქ უკან ვერ დავიხევთ ფიზიკურად. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი დუმბაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ასეთია განწყობები საპროტესტო აქციაზე. მოისმინეთ ისიც, რომ რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაანთავისუფლონ ტროტუარი და არ უთქვამთ მათ თუ სად უნდა გადაინაცვლონ დემონსტრანტებმა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად კადრში ხედავთ, რომ დემონსტრანტები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ და როგორც ისინი ამბობენ, იდგებიან აქ, მანამ სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. ჩვენ ცხადია ვრჩებით რუსთაველის გამზირზე, დაველოდებით მიიღებს თუ არა შესაბამის ზომებს პოლიცია, როგორც მათ აღნიშნეს და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგებრუნდა.